გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით, იწყება მოგზაურის ნაამბობი, ანუ ვაგზელებთ მოგზაურობას და ძალიან მაგარი სტუმარი ყავს დღეს. თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი და ბევრისათვის ალბათ საყვარელიც კი, მაგრამ მანამდე, სანამ მას წარგიდგენთ, მანამდე უნდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ, სადაც კი გვიპოვით და პატარა მინიშნებები იქნება აქ. ძალიან ადვილად რომ გვიპოვოთ, მადლობა. მოკლედ ჩვენი დღევანდელი მოგზაურია გიორგი ჯანელიძე. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩვენი მოგზაური დღეს. მადლობა მოწვევისთვის და თბილის სიტყვების. მე ვეცდები გამართლო. მოგიყვე ყველაფერი გავიხსენო, რაც საინტერესო გადამხდენია იმ მოგზაურობაში. კარგია რომ პირდაპირ შემართები და ეს ანუ ფორმატი უკვე იცი, ნანახი გაქვს გადაცემა. სულ სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა, ეხლა მე ბევრნაირი გიორგი ჯანელიძე მინახავს, სტუდენტი კავენში კი ინტელექტუალიდან, ხო, რაღაცა გაღიმებული გიორგიც კი მყავს ნანახი. ნასვამი. მაგრამ მოგზაური, ჩემი ფორმატი დღეს აი ერთი რეგალია აქვს, მოკლედ აქ ყველას რა მინდა, მაინტერესებს მოგზაური გიორგი ჯანელიძე. ერთადაც ხო მოგზაურია მე. ქუთაისში რომ ცხოვრობდი, თბილისში მოგზაურობა. თან მაშინ მატარებელს უნდა და სადღაც 7-8 საათი, ხო? კი. ავტობუსს ცოტა ნაკლები თუ 4:30. ხო, არა მეტი. ავტობუსს 6-მდე უნდა და 5-6. თან ჩამოვიდოდით, ვითამაშებდით კავენს და უკან მებრუნდებოდით, დასარჩენი არ იყო. ნუ აბა კავენში ის ქვია ბედნიერი გინახია ვინ. ბედნიერები კი არიან, მაგრამ ესე. აწყობილი ცხოვრება რომ აქ ტრამპლინია კავენში. ეხლა აქ რომ მოდიოდი თუ იფიქრე, რომელიმე ქვეყანა ხო არ გამოარჩიე რომ. კი, რა თქმა უნდა. აბა მითხრა. რა თქმა უნდა. ჩემი ვერსიები მაქვს, მაგრამ მე ვარ სადღაც 20-ზე ცოტა მეტ ქვეყანაში ნამყოფი. მაგრამ ესეთ ქვეყნებია ბევრია ნამყოფი და სხვებიც მოყვება და ესეთ ქვეყანა ავარჩიე, რომელშიც ხალხი მაინდა-მაინც ბევრი არ დადის. და ვინც დადის, ის არ მოყვება, ბევრი. იყავი ნაყოფი თუ სპეციალურად წახვედი რომელი აქ მოგე. რა ქვეყანა? ეს არის სომხეთი. ჩვენი მეზობელი სომხეთი. გვიან ვიყავი პირველად რა, 30-ს გადაშორებული ვიყავი, დღეს აფხულია, ცოლშვილი არ არიან თბილისში და საქმეც არ მაქვს და მინდა ფეხბურთზე წავიდე. მაგრამ არ არის ფეხბურთი. ერთი თამაში იყო ბათუმში და ბათუმში თბილისიდან წასვლა და უცებ ნახე მეთქი სომხეთში ხო არის რამე თამაში. სანაკრებო? არა, რამე რა. რამე ნებისმიერი ხო? თავარია რომ მიზეზი ყოფილი. რაღაცა თამაში იყო და მეთქი ბათუმში წასვლა იგივე გზა. ხო, კი, უფრო მოკლეა. ცოტათი ერევანი ოღონ საზღვარზე ბათუმამდე არავინ არ გაჩერებს და იქ 1 საათს კარგავ რა. კი, ნამდვილად. წავედი რაღაც თამაში იყო ცემენტის ქარხნის გუნდი თამაში მიკა. მიკა ბანანცი თუ რაღაც. როგორია გიორგის თვალით დანახული სომხეთი? რას ელოდი და რა დაგვთ? ის იყო რა. ეს არის რომელი წელი 2000 ალბათ 12-13 რაღაც ეს რა. და ჯერ არის იქ პრეზიდენტი ის არის სარქისიანი. კი ბატონო. კორუმპირებული ქვეყანა, აი რაზე შეატყობ მიხვდები რა. საზღვარზე რომ გადადიხარ, პირველი წარწერა დიდი ბანერი. არის აწერია რომ taking and giving the bribe is crime. ანუ ქრთამის აღება და მიცემა არის დანაშაული. ეს იმ ქვეყნებში სადაც კორუფცია არ არის, ესეთ წარწერებიც არ არის. ხო და სადაც ეს წარწერა, იქ არის ქრთამი და ამაში დასარწმუნებლად დიდი დრო არ დამჭირდება რა. მე საზღვრებს გავწდი თუ არა. მანქანით რომ შედიხარ $10 იხდი რა რაღაცაში. ნუ მანქანით. დაზღვევა, მე მგონი ხო თუ რა. დაზღვევა ცალკე. კიდე. ხო და ამას რო ვიხდი ხა მაშინ უკვე ჩვენთან ესეთ ვიღაც ფორმიან ადამიანს უხდიდი ფულს ის უჯრაში ჩადებდა საბუთს მოგცემდა და იქ ვიღაცა სვიტრიანმა კაცმა გამომართა საბუთიც არ ამობეჭდა ხო არა ჯიბეში ჩაიდო არა საბუთი ამობეჭდა და ძალიან ფამილარული გახდა ძალიან სწრაფად რა გიორგი ჯან კევი ხო არ გინდა
ეს კევიც ისე კი არა ბანკში კამფეტები როდევს და ეგ აიღებ შენ ჯიბიდან ამოიღო კევი და ცალი ამოიღო მოცა და რაღაც ხო არის საოჯახო ტიპის სასტუმროები და ეს მომეჩვენა რომ საოჯახო ტიპის ქვეყანა არ გამნელებია მე მთელი ეს მოგზაურობა ესეთი ქვეყანა დამრჩა რა და კაი მოგონება იყო საზღვარზე ჩემმა მეგობარმა შეამჩნია, საზღვარზე არა, და შევიდა ქვეყანაში. შეამჩნია რაღაც მოშივდა და რაღაცა კვების ობიექტებს ეძებდა და ეწერა ნასტაიაში არმიანსკი აჯარსკი ხაჭაპური. ესეთი რამე ხო გინახავს შენ. გადაკვეთები ხშირად არის სამზარეულოს. მე გეტყვი საზღვარზე რა შოკები. ერთი ეს დაზღვევა მომცეს რაღაცა ეს არის კომპანიის დაზღვევა რა. მანქანით როცა შენ მანქანით გადაკვეთე შენი მანქანა მომწყურდა რა ამასობაში და მე წყალი უნდა ვიყიდო წყალსაც იგივე სახელი აქვს რაც დაზღვევის კომპანია და ლოგოც იგივეა მეთქი ეს რანაირად არის დაზღვევა და წყალი ერთი და იგი აქო კიდე ბევრი რამეა ეგ მაგ სახელი ხო ეს სადაზღვევები იყო ამის გარდა სხვებიც იყო შეგეძლო აგერჩია და რომელი ჯობია თქო იგითხე და სულეთია არც ერთი არაფერს არ აგინაზღაურებს მაგ სადაზღვევოს უფროსი რო დაგეჯახოსო მაინც არაფერს არ აგინაზღაურებენ უბრალოდ უნდა გქონდეს რომ შეხვიდე ქვეყანაში აუცილებლად აფია ხა $10 და იხთი რაღაცა ხო გადასახდ მე გავჩერდი ქალაქია ეგეთი დილიჟანი იმინოდან ხო ის კიდე დილიჟანი კიდე იმით არის ცნობილი რომ გამსახურდია რომ გაიქცა პირველ მან გაჩერდა ხო და მან უნდა მეჭამა რა მომშივდა რა და არც ქვით არის არც არაფერი იმაში რა ჩვენთან უკვე იყო რა მაგ დროს ქვით არის სალარო აპარატი და იქ რაღაცა პასტით დაწერა ქაღალდზე ეგ იყო ქვით არის მე შევუქე რომ რა ლამაზი ასოები და კარგი კალიგრაფია გაქვთ გოგონა იყო ხო თქვენ საიდან ხართო მეთქი საქართველოდან მეთქი ხო საქართველოდან სხვათა შორის ჩვენთან ამობენა რომ ქართული ამბანიო იმან შექმნაო სომეხმა მესროპ მაშტოც ხო მეთქი თქვენთან ამბობენ და ჩვენ სკოლაში გვასწავლიან მაგას მეთქი ხო მომეჩვენა რომ იაფი ქვეყანა იყო ჩვენთან შედარებით ჩვენ არ ვიყავით ძალიან ძვირი, მაგრამ ის კიდე უფრო იაფი იყო. და საჭმელიც უფრო გემრიელი მომეჩვენა. არ ვიცი მომშივდა უმგზავრობაში თუ მართლა გემრიელია. მე ვიღაცამ ამიხსნა იქ ქართველი გავიცანე, ვინც ხილის ბიზნესშია. გახქონდა სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთში. და მე რაღაც პერიოდი ომის მერე ქართულ პროდუქციას ხო ერჩოდნენ რუსები. ვითომ რაღაც აღმოაჩინეს სომხეთის ხაზი გაჭრა გადახქონდა აზერბაიჯანში იქ საბუთებს წვავდა მე აზერბაიჯანოს იღებდა და როგორც აზერბაიჯანში ეკონო ბიზნესი ხო ის უპოულობს რაღაცა გვერდისავლის ხო და მაგან მითხრა რომ ეს სომხური რაღაცები უფრო გემრიელიაო პოსტნეული ხიდი და უფრო დიდებიო რატო მეთქი და იმან მითხრა რომ აქ ის ატომური ელექტროსადგური ხო აქვთ გაჩერებულია, მაგრამ მაინც ის ცოტა რადიაციაა ეს ამაზე კარგად მოქმედება. მეცნიერული თვალსაზრისით ეს არ არის დადასტურებული სავარაუდოდ. მაგრამ რაღაცა ახსნა. და ესე გემრიელად გააგრძელა ჭამა ხო ეგ ამბავი რომ გაიგე. ხო, და კიდე მითხრა რომ ისაო. ამათო შეინარჩუნესო ეს საირიგაციო სისტემები, მორწყვები და რაღაცები ჩვენთან რატო დაანგრიეს არ მის. საბჭოთა კავშირის მე რას გიშლის არხი. ბეტონის არხია, რომელშიც წყალი გადის და ხო და ნუ მოკლედ საჭმელი, სასმელი რაღაცები იაფია, სასტუმროც იაფი. ძალიან. ოღონდ მაშინდელი ფასებით. ხო, მაშინდელი 12 წელი არის. მე რამდენჯერმე ვიყავი, ბოლოს რო ვიყავი ჯერ კიდე სარქისიანი იყო ორ კვირაში და გადააგდეს.
ანუ იმის მერე აღარ ყოფილა რა ეს კოვიდი და მე ბოლო ყარაბახის ომი გამოტოვებული სხვაობებს გზნობდი შემდეგ ჩასვლებში ქვეყანაში რომ რაღაც ან თუნდაც ფასებზე ან რამე თვალშისაც ვერ გზნობდი იმიტომ რომ ხელისუფლება არ შეცვლილა იმ პერიოდში მე რომ ესწავდი მე ვიყავით რონალდოს თამაშს მან რატო იყო სომხეთ პორტუგალია იყო და სამსახურში რამდენიმე თვით ადრე გამოვაცხადე რომ ეს ვისაც გინდათ ეგ რომელი წელი იქნებოდა ეგ დაემთხვა ზუსტად თბილისში რომ დიდწყალდიდობა იყო 13 მაი წინა დღეს 2015 წელი მაშინ ხო და გამოვაცხადე რომ მეთქი ეს თუ გინდა მიკროავტობუსს ვიქირავებ დავგუგლე იქ რაღაცა ჰოსტელის ფასი იმ ჰოსტელს მივწერე ფეხბურთის ბილეთებს თქვენ თუ აგვიღებთ ფული რომ გამოგიგზ რაღაცე მოვაგვარე 16 ევროპის შესარჩევი იქნებოდა ალბათ ხო ლოგიკა ხო და შევგროვდით რა ერთი 10 კაცი და დავაწექით რა ნუ გზაში ხადაობა მიდიოდა რაღაც სომხური გველი რით განსხვავდება დანარჩენი გველისგან და კეხიანი წვირია რაღაცა ისიც და ხა მძღოლი კვდებოდა სიცილი მძღოლი იყო უცხო რა ჩვენთვის დანარჩენი ხა ერთმანეთს ვიცნა ხო და ჩავედით ამ სომხეთი პორტუგალიის თამაშს 3-2 მოიგო პორტუგალიამ 3-ვე გოლი გაიტანა რონალდო ერთი ჯარიმიდან ერთი მეკარის თავზე გადაუგდო ყველანაირი გოლი გაიტანა რა მოკლედ კაი იყო და მაგ დროს აღმოაჩინე ივნისში ხო ჩვენთანაც იგივე პრობლემა თუთები როცვივა ხო კი ეს იგივე იყო ზუსტად ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ოთაშორის აი ჩურჩხელები ჩირები ჩვენი მსგავსი ყველგან მაგას თავაზობდნენ თან ხო მაგრამ ცოტათი ჩვენი უფრო მრავალფეროვანი მომეჩვენა კი მე როგორი შემთხვევა მქონდა ის სომხეთში მივდიოდი მეგობრები უნდა მენახა სხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ მარტო წავედი ერთი კვირით ადრე დავიბევე სამარშრუტო ტაქსი სადგურიდან გადიოდა წლების წინ რა ურთაჭალის სადგური ხო და შეხედე როგორი რამე დამემართა ასე ვთქვათ ხო მოველაპარაკე ერთი კვირით ადრე მივედი ზუსტად გასვლის დროს ცოტათი ადრე და მითხეს კი თქვენი რეისი გვახსოვს მაგრამ ვერ წავაო ერთი კვირით ადრე ხო დავი როგორ ვერ წავა და ნუ არ შეგროვდაო ხალხიო და ეხლა რა ვქნა მეთქე ხა რომ დავიკავე წინასწარ და ეხლა არა ნუ ნერვიულობ შენ მოხვდებიო სომხეთშიო უკვე მოველაპარაკე ტაქსი წავა და იმას გაყვებიო ნუ თქვა ტაქსის და არა იგივე ტარიფიო არაა პრობლემა ტაქსი დაიყო პრობლემა ის არის რომ სხოლმო მარტო სომხური იცის სომხიაო მსხოლმო ნუ ეგ არაფერი ხომ მივყავარ და ტიპმა იცოდა მარტო yes და no და ნუ კითხვაზე ანუ რაღაცა ხო ის თუ ტუალეტი გინდა yes no ანუ ტუალეტი გავაჩერო არ ესე ვახვედრებდი თუ მინდოდა მაგრამ აი მაგრადი არა გზა იცოდა ჩვეულებრივად ზეპირად რა 3 საათნახევარში ერევანში ვიყავ მე გზაში ვისწავლე სომხური ასოები რა ხო მეთქი რაღაცაში გამომადა მაგრამ წარწერების ნაკლებობა არ არის მაინდამაინც ბევრი ტრაპარეტი რომ რაღაცა შეადარო ისწავლო ხშირად არ ხვდებოდა შენ მე უფრო მომეჩვენა რომ ხალხის ნაკლებობა ერევანამდე არავინ არ ეტყობაციო დაგიბნელ და ანუ სიბნელეში ხამე მიდიოდი თუ არა დღისში ქალაქები ეხა ეს გზასაც გადიოდა არ მოძრაობდა ხალხი ხო და მახდა კოხი ხო იცი შენ კი როგორ მე და კოხი ვიყავით მაშინაც ფეხბურთზე ვიყავ სომხეთი იტალია იყო და ამ გზაში ვისწავლე ასოები რა მაშინაც მანქანით წახვედით ხო ჩემი მანქანით ვიყავით მე კოხი და ჩემი ბიძაშვილი და ჩავედი ეხა მინდა გამოვიყენო და რაღაც αφიშა არის რა იმ საკონცერტო დარბაზია და αφიშა და ხმოვნებით რაღაცა და რომ უნდა ვთქვა რომ ლარისა დოლინას კონცერტია ოხი ამობს ლარისა დოლინა წერიაო დაგასტრო ანუ ხო და საიდან მიხდები გაიხედა გვერდზე ფოტოც არის აი არა მე ჯერ გამოვიდა დაესწრით ხო კონცერტს კონცერტს არ ფეხბურთს მე ვიხსენებდი რას ვერის ეს ლარისა დოლი და ვერაფერს ვერ გავიხსენ არა და ის იყო 90-იანი შუაში ცოტა ახალგაზრდა ალა პუგაჩოვა იყო კი შენ ხო არ გავს ალა პუგაჩოვა და მეორე იყო ან მესამე ხო რა რაღაც ალეგროვა და შეიძლება ეგ იყო მესამე როტარო ხო ნუ ხოთეულში იყო ხო კი ცოტა ხან
ხო, ეხა მოიცავს ცოტა სერიოზული რაღაცა უნდა ურჩიოთ ხალხს, რა ნახოს იქ. ლარისა დოლინას მისთვის ხო არ ჩავა. თან ეხა სხვა სიტუაცია უკვე იქ. ხო, ეხა ესენი სასაცილო კორუფციული რაღაცებს ალბათ ვეღარ ნახო, ალბათ. მაგრამ ვისაც უყვარს ისტორია ეს ძველი ეკლესიები, სასაფლაოები, ესენი ბევრია რა. რახან ტყე ცოტა აქვთ ქვის დამუშავება იციან მაგრა და ქვის განაკეთებენ ბევრ რაღაცას რა. გზაშიც ქვები დგას. კი, მარტი. ხო, შეგები რაღაცნაირი ქვა, ესეთი ქვა, ანუ რაც აქვთ, იმაზე მუშაობა და აქვთ დამუღამება. და ხეზეც იგივე კაცი მეუბნებოდა ის. ვინც ოფხეთი იცოდა ის. ხილბოსტნის კაცი. რა ამათ რახან ცოტა აქვთო ხეტყეო, მაგრა ამუშავებენ, ანუ ქართველ დურგლებს ჯობიან სომეხი დურგლი. ხო, იმიტომ აქ მეტი ხია და არ გჭირდება რა, მეტი ჯიშის ხია და იმდენად ის არ გჭირდება დახვეწა ოსტატობის და იმათ ხის ნაწარმიც მოკლედ კაი აქვთ. თუ აინტერესებს. აქვს მთის კურორტები აქვთ, აი როგორც ჩვენ გვაქვს ბორჯომი, მინერალური წყლებიც აქვთ, ჯერმუკი. წახკაძორი აქვთ ეგეთი. ანუ შენ ერევნის გარდა ხარ ბევრგან ნაყოფი ხო სხვა ადგილებში. თუ გზად არის ყველაფერი ეს თითქმის. ხო, გავლით კი, მაგრამ შევლით შესულყა. ხო, შევლით ზოგან ვარ, ზოგან არა. ხო და ეს წახკაძორი არის საბჭოთა კავშირის დროს რაღაცა სპორტის ნაკრებები აქ გადიოდნენ წვრთნას, იმიტომ რომ მთაშია და რაღაც სხვა წნევა, სხვა კლიმატია და ასე შემდეგ. და მე ისიც კი ჩატარდა ერთხელ. აი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი მატჩი კაცებში, ანქალებში ჩატარდა ჯერმუკში და წახკაძორშიც რაღაც ოლიმპიადა თუ რაღაცა ჩატარდა. ეგ რა პერიოდია იცი ჭადრაკში აირია ეს. ეს ყალმუხი რო აირჩიეს თუ დანიშნეს თუ რაც იყო იმის მერე საჭადრაკო ქვეყანაა და ნუ ლოგიკურია ხა მოიპოვებდა მას პინძლობას ხო მაგრამ ის მაშინ კასპაროვი წუწუნებდა თვითონ სომეხი ნახევრად რო ის ჩემ დროსო ნიუ-იორკში და ლონდონში და პარიზში და ესეთ ადგილებში თამაშობდით სოფლიო ჩემპიონატი სოფლიო ჩემპიონის გამოსავლენ მატჩებსა და ეხა ჯერმუკიო და რაღაცა ისინი ჩამოთვალა ისეთი ქალაქები რომლებიც 10 წლით ადრე არც ერთი არ ვიცოდი პეტროსიანი ყავდათ ფულის კუპიურას გამოსახული ჩემ დროს მე რო ორ ვინ პეტროსიანი ისა? ტიგრან პეტროსიანი სოფლიოს მეცხრე ჩემპიონი. და შორტ თბილისშია დაბადებული. დაბადებული კი არა, ჭადრაკით აქ ისწავლა. ჭადრაკით აქ ისწავლა, მაგრამ რო გახდა სოფლიო ჩემპიონი, გადავიდა მერე? სომეხი ვარო თქვა და არა, უბრალოდ სომეხი კი ვარო, იყო მართლაც, მაგრამ თბილისში ცხოვრობდა მე მგონი. ხო, ანუ მე ყოველ შემთხვევაში აღარ უკანა პლანზე გადავიდა თბილისი, იმიტომ რომ ხა სოფლიო ჩემპიონი რო გახდა, მაინც თავის ქვეყანას. და სად გადავიდა? ისე თბილისში ცხოვრობდა. არა, განასაცხოვრებლად გადავიდა. აბა. მე უკანა პლანზე გადავიდა, მაინც თბილისი, იმიტომ რომ სომეხი თავის ქვეყანა ასახელა და შეიძლება არც ყოფილა. იმიტომ რომ მე ასე მახსოვს. კიდე ფულზე ხატიათ ჩარენცი ყავდათ ერთი პოეტი. გავს იმას. შუა ქალაქში პეტოროი. მაგრა გავს. უგიდა დაგუგლეთ რა ფოტოზე. კი ბატონო, დავაჩვენოთ ფოტოებს სამდენად გავს. ხო და აი პორტუგალიასთან თამაში რო ვიყავით 10 კაცი. ყველა შუა ქალაქში ისინი იყვნენ ზოგი სცენარისტი ზოგი ესა და ყველა ერთად აღმოაჩინა რომ სომხურ ფულზე ახატია ერთი ჩვენი პერსონაჟი. კიდე აქვთ. ეჩმიაძინი ნუ ეს არის რა პირველი საუკუნისაა როგორც ამ ჩვენ არაფერი არ გვაქვს ეგეთი რა ესეთი დიდი სამონასტრო კომპლექსი მაგ ხელა არა გვაქვს ნუ აეროპორტში მე არა ვანამყოფ მაგრამ ეს არის აეროპორტში ზვარტნოცი ცნობილი აეროპორტია რა შევლი თუ არ გავაცილეთ სტუმრებიდან გადაჯდომითაც ვიფრინეთ მე და წერუშა ეგვიპტეში ვიფრინეთ სომხეთის ავიახაზები რატო იყო ესეთ რეისი არის სომხეთთან იყო
უბრალოდ შესვენება იყო 5 წუთი ჩავედით, მოწიეს და ამოვედით ეგრე. ხო? არ ვიცი ბიჭო, რაღაც ქვეყნებს მაგალითად საელჩო მან დააქვთ და ჩვენთან არ აქვთ და იქიდან ფარავენ, მაგალითად ინდოეთს. მე რო ვიკითხე საინტერესო ამბავი მითხეს, რატო აქვს ინდოეთს მან საელჩო. ხო. იმიტომ რომ ინდოეთს აქვს პაკისტანთან ხო აქვს კონფლიქტი. პაკისტანი საერთოდ არ აღიარებს სომხეთს. ვა. ეხლა რატო არ აღიარებს პაკისტანი სომხეთს? ერთი ვერსია არის ეგეთი. პაკისტანის სამხედრო ელიტა არიან ხალხი თურქეთში დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ახან თურქეთთან სომხეთის კონფლიქტი აქვს, იმიტომ სომხეთი ითხოვს რომ ითხოვდა რომ ეს აღიარეთ გენოციდი და ამაზე ვერ თანხმდებოდნენ ისინი გენოციდს მაგას არ ეძახიან და შესაბამის საზღვარი ღია არ ქონდათ ერთმანეთთან და ამ შემდეგ პაკისტანიც თურქეთს უჯიგრა და რაღაც მაგამ ბავში სომხეთს საერთოდ არ აღიარა. და ახან პაკისტანმა არ აღიარა ეს სომხეთმა, იმან ინდოეთმა ისაკ დაიძმობილა, ასე ვთქვათ და ანუ რაღაც პერიოდი ხა არ ვიცი როგორ არის. ინდოეთის ვიზა რო აგეღო, ერევანში უნდა წასულიყო. ეხა აღარც გვჭირდება მგონი, ხო? ინდოეთში არ ვიცი. მგონი არ გქენ. ინდოეთში არასდროს არ ვყოფ. ახლა გავამბარდივოთ ცოტა. აბა? არა. უფრო მარტივი რაღაცებს გადავიდეთ, ცოტა ჩაიხლართ, ცოტა რთულად პოლიტიკურად რაღაცა საერთო ინტერესებს. ეხლა პირიქით კიდე უფრო ჩაიხლართ ამ ომის მერე. ხო. უკვე ალბათ თურქეთთან გაიხსნება საზღვარი და ახლა რომ გაჟღერდა რაღაც სოფელს გვაძლევსო მართალია? სოფელ რაღაცა ის არის, ხო? რაღაცა ძველ ამბავს მიაბეს. რაღაც სოფელია ისეთ. ან შეიძლება რაღაც ლინკზე რო გადახვიდეთ. ლაიქი დასვა ეგ არის. ზუსტად. კარგი, კიდე რით დაგამახსოვრდა. სომხეთი? რა ვიცი, თუ კიდე სხვა ქვეყანაში შეიძლება გადახვიდე, აქ შეზღუდვა. არა, ბიჭო, ბევრი რაღაცა მოხსენდება რა ისე რა, რომ მეცინება მე რა, ნუ ის კარგად რა. ისე ყველა გიდიც დაიქირავეს იქ ახლა სტუმრებმა, ასე ყოველ მეორე სიტყვა იყო ესე იგი ან ნასტაიაში, დრევნეიში და სამი აი ეს ისა რა ეს ეპითეტები რა ყველაფერი ან უძველესი ან ნამდვილი ან ისა რა პირველი სოფლიოში რაღაც ევროპაში მართლები არიან ყველაფერში არავინ არ არის მართალი არც ერთ ქვეყანა მაგრამ ერთხელ ამერიკაში პირველად რო ვიყავი ვიყიდე პატარა ატლას ჯიბის ატლას შმატლას ესე და ყველა ქვეყანაზე ეწერა ერთი წინადადებით რაღაცა რა თავარი მახასიათებელი იმ ქვეყნის თუ ხო ამერიკისთვის რომ ამერიკელი მკითხველისთვის რომ ადვილად საიდენტიფიკ ხო კი ბატონო იდენტიფიცირებადი ყოფილიყო ის ქვეყანა საქართველოს ეწერა რომ შევარდნაძე ყავთ პრეზიდენტი ხო შევარდნაძე ცოტა განათლებულ ამერიკელს შეიძლება ხსომებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო მაქიდან ხო და სომხეთზე ეწერა რომ ესო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში ვინც ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად და მართლაც ეგრეა დავება ორი ქვეყანა აბა გამოიცან ვინდა ერთი ეთიოპია და მეორე აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ხო ყველაფერში ედავა შეიძლება ახლა აღარ ედავოთ ეს უკვე ამ ბოლო მომენტში ხო მაგ მე გეუნები კოვიდამდე სომხეთზე ვლაპარაკობ რა ეხა იქ რა ხდება არ ვიცი მართლა გითხრა მე აღარ ყოფილვარ თუმცა მაინტერესებს მაგრამ ეხა ფეხბურთებიც აღარ არის კარგები ჩვენთან უფრო კაი ფეხბურთებია ხო ბიჭო ხო ეს სხვათა შორის ეს ლოუკოსტერები მაგათანაც შემოვიდა გვიაფიან და ძალიან ბევრი სომხეთიდან მიფრინავს უკვე ევროპაში კი ვიზი არის მანდაც არის და სხვაებიც ალბათ კი ბატონო და შენი არ იყოს ახლა თბილისიდან მართლა ბათუმივით მანძილია და რატომაც გადასასვლელი ბათუმზე მოკლეა ნუ ახლა მაგრამ ის საზღვარზე კარგავს ცოტას ხო კარგავდი მაშინ ერთ საათს ეხლა შეიძლება მეც კარგავ იმიტომ ამ რუსეთ-უკრაინის ომმა იქიდან დააწვა ხალხი ბევრი ნაწილი სომხეთში გადავიდა ამას გარდა სომხეთში ხო რუსეთში ხო ბევრია
სომეხი მოსახლეობა და იმათი ნაწილიც ახლა ვისაც ომში არ უნდა და შეეშინდა გაწვევა და რაღაცა ისინი ჩამოვიდნენ და ეგ გააძვირებდა სომხეთს. უცნაური კურიოზი დამემართა ამ ბოლოს რო ქონდა საქართველოს სომხეთს ყვარაზნო ხითარიანის დაპირისპირება მეგონა გამოვიდო და საერთოდ წასულიყო ნაკრები და რაღაცა პირადი უთანხმოება ქონდა ხო ხითარიანის ასაკის გამო ასაკის გამო და 33-ის იყო თუ 14-ის და ხედავდა რა ნაკრებიც იყო და რო დაინახა 4 წელიწადში ამ გუნდს შველება და მე თვითონ უკვე 38-ს იქნებოდა რავი ხითარიანის თამაში ანახი მაქვს იმ იტალიასთან თამაშზე გოლი გაიტანა მაგარი ცენტრიდან ათრია მთელი იტალიის დაცვა სხვა რო იყოს კიდე ხო იტალიის დაცვას ცენტრიდან რომელი წლის ამბავია მაშინ 13 ბონუჩი გიელინი დეროსი და ესეთი ხალხი რო იაკინტა და კამორანეს ჩვენერ სუჩვენ ხო ექტაობა უფრო ვიცი და მანამდე თუმცა ვიდრე ახლანდე მან მაგარი დაემართა ვინც ბახტა რა კოხის თამაში რო დაიწყო მე 9 წუთზე დაიდო პენალტი რა ვის სასარგებლო იტალიის ხო და ეს კოხი მე რა ფული მიდევსო სად მოასწრო იქ ერევანში თან არ იყო მაშინ ონლაინ არ იქნება არა იქ ერევანში როცა რა ერქვა თბილისში იყო ის სომხური ტოტალიზატორი ვივარო ბეთი ახსოვს რაღაც პერიოდი აქაც იყო ხო კი რა სომხური აღმოჩნდა ხო და მიდევსო რომ მე 10 წუთამდე გოლი გავა ხო და გაუხარდა მაგრამ პენალტი ნებისმიერ კარში აწყობდა ხო ხო მაგრამ ეს მე-9-ზე კი დაიდო პენალტი, მაგრამ სანამ იმან გააპროტესტა, სანამ საჯმა ის გაწია, გამოწია, რომ დაარტყა მე-12 წუთი. ხა, აღარ ჩაეცალა. აუ, მაგრამ ვიცინე, მაგრამ. არ გაჩერდა. მე ის ჩამეშალა სომხეთში უნდა წასულიყო. აი, ბოლო არეულობა რო დაიწყო. Snoop Dogg-ის კონცერტი იყო. ის და ჩამივარდა. არეულობა რასთან დაკავშირია? ბოლოს რა მოხდა? ყარაბაღის ომი? არა. ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, მე მგონი მაგ ომის გამო, ხო? და გარეთ იყო გამოსვლები, ხო რა? ის ეპისკოპოსი რო გამოვიდა? აი შარშან და შარშან წინ ზაფხულში. შარშან წინ ხო უკვე ის კოვიდი გადავლილია, ომიც გადავლილია. სომხეთს ხო დიდი ისა აქვს ისტორია, ძველი ისტორიკოსები და შემორჩენილი აქვს ბევრი მასალა რა, ჩვენგან განსხვავებული. ჩვენ შუშანიკის წამება გვაქვს და სადღაც ქვაზე წარწერები და რაღაცები. მაგრამ ბევრი აქვს რა, მხატვრულიც, ისტორიულიც, ესეც ისიც და და თან სომხეთი სამხრეთში ხანსა და იყო ხანსა რაღაცნაირი სახელმწიფო იყო რა. ხან იქამდე ჩადიოდა ზღვამდე, ხან თაში ამოდიოდნენ ხან და ფეხბურთის ლიგაზე მეცინებოდა გუნდებს რასახელებიც ერქვა. არც ერთი არ იყო სომხეთში იმ წუთში. ის არარატი, ახთამარი, ვანი არც ერთი რა იმ ცემენტის ხახუნის გარდა. მიკა იყო. უმაღლესი ლიგა ხო? ხო, უმაღლესი ლიგა. რა აქვია მაგა ჩემპიონატს? ანუ რაღაც თუ გახსოვს. ბეთი ერქმევა ხარ, მაშინ როგორ იყო, იცი? ნუ რაღაც სერია, პრიმე. ცოტა თავკომბალა ლიგა ქონდა. ერთი გუნდი, ორი გუნდი ყავდათ, არა ეროვნული. დანარჩენი იყო ერევნის. ან ერევნის არ იყო და ერევანში თამაშობდა. მე რო წავედი პირველად. მე რო გითხარი რომ ფეხბურთს ყურებენ და წავედით ხო რაღაც ქალაქის არტაშატი არის ეგეთ ქალაქი. იქაური მცხეთასავით რა, მიბჯენილია ახლოს. მივედი იმის სტადიონზე, იმის გუნდის თამაში იყო და მივედი არ გავს სტადიონი იმას, რომ აქ ფეხბურთი დაიწყება, ძროხა და გაუკრეჭავი ბალახი და რაღაც მაგრამ ნურას უკაცრავა ხობე არა ეგ მე ვიღაც კაცი მოვიდა და ხო არ თამაშობს ჩვენი გუნდი და გამიშვა იქ მიკას სტადიონზე და იქ უკვე ნორმალია ხო ყველაფერი იქ ეხა ცემენტის ქარხნის იყო და სტადიონის აშენება რა პრობლემაა ცემენტი თუ გაქვს
რომელ სტადიონზე იყავი? ერთი ხო აქ ძველი სანაკრებო და არარატი კიდე სამ სტადიონზე ვარ ერევანში თამბობ. მაგმიკა სტადიონზე, რაზდანი დიდი ძველი. აი, რაზდანზე ვარ ძველზე მე ნაყო. და ყველაზე ხშირად თამაშობენ არარატის არის ისა რესპუბლიკური ვაზგენ სარქისიანზე არა ვარ ნაყოფი. მან ყველაზე ხშირად ხო, სანაკრებო ძირითადად მან და არის. საკლუბოც ისიც მან იყო. დინამოც ხო შეხვდა სომხურ გუნდს. ალაშკერტს. ხო, მაგაზე არ ყოფილი. ეგეც მან იყო იტალიასთან თამაში იყო რაზდანს. დანარჩენი პორტუგალიაც მან იყო სერბეთთან თამაშება ნამყოფი. ნემანია ვიდიჩები და რაღაცები. ეგეც მან იყო და დინამოს თამაშიც მან იყო. იმას ან ვერ ავსებენ ან გარემონტებული კი იყო იტალიასთან თამაშო ვიყავი ინდივიდუალური სკამები და შეღებილი ტაბლო ყველაფერი, მაგრამ რატო არ თამაშობენ არ ვიცი. შეიძლება მე იპოვეს ხარვეს. მაყურებელს ვის თამაშზე ურჩევ დასწრებას. სომხეთი ვინ? სომხეთის ჩემპიონატზე რა თამაშდა ეს რომელი კლუბი? სხვათა შორის ეხლა გუშინ მოგცეს საქართველოს და სომხეთს სოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ფეხბურთში. რა მოგცეს რა? მასპინძლობის უფლება? ხო. 2029-ში. და ბოლოს აქ რო ჩატარდა ისიც ჯგუფური ტურნირი იყო 85-ში, შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა. თბილისში თამაშობდა ბრაზილია, ესპანეთი, ავსტრალია და ჩრდილო ირლანდია მგონი. და აი უნსუე ბარსელონას მეკარე იყო. თუ იყო იმაში ესპანეთის ნაკრებში. ბრაზილიაში არ ბალალო თუ ვიღაცა იყო მაშინდელი. ხო, მოღონდა ეს მაშინ იყო ჯგუფური. აქ. და ის პლეიოფები მერე იქ იყო მოსკოვში და კიევში ალბათ და ეხლა გავინაწილებთ რა ჩვენ და სომხეთი. მაგრამ ეხლა მაგ ჩემპიონატს სომხეთში ატონო წახვიდა კაცო. შეიძლება იმ ჯგუფში რაღაცა შენი საყვარელი ქვეყანა მოხდეს რაღაცა გასვლა. შენი საყვარელი ქვეყნის ისეთ ამიხასიათე მომინდა წასვლა. ყველას დარწმუნებული ვარ, ვინც გიყურებს, უკვე ბილეთებს დახვდა. აი ბოლოს ასე. ხო და არა, ეგ რატო არის იცი მნიშვნელოვანი, რომ სტადიონებს გააკეთებენ, იმიტომ ეხლა ჩვენთან წააგეს 9-ით 1 არ წააგეს 2 თამაშის ჯამში. ეხლა ჩვენთან წააგეს. ერთა ლიგის გადასასვლელი თამაშდა. მაგის სომხური განხილვა ვნახე. ხო. ხო და ერთ-ერთ მიზეზად თქვენს რომ სტადიონებიო იმათ 4 სტადიონი აქვთო უკეო კარგია. ხო. კარგში მიათვალეს ქუთაისის. ხო, ახლა მეც დავფიქრდი და ხო. მაგრამ მე დავფიქრდი, ეგეთი არა აქვს ქუთაისის. ქუთაისის სტადიონი ხო გაარემონტეს იმ ახალგაზრდული ევროპისთვის. რატო ახლა ერევნის ორივე ნორმალური დონისაა. ორივე მოძველებულია მაინც რა, იმიტომ ქუთაისის ბალახის საფარი და ესეთ ის ერევნის როცა არის გარემონტებული სარქის, იმის მე ორჯერ არის ქუთაისის სტადიონი გარემონტებული. უხარისხოთ ალბათ, მაგრამ იმასთან შედარებით კაია და ეხლა მოუწევთ უკვე სტანდარტებით გაკეთება. სოფლიო ჩემპიონატი 24 გუნდია წარმოიდგინე. 1-6 სტადიონი მაინც. კი, მოიცა მაგარი. ანუ 1-2 ჩვენთანაც გაკეთდნენ. რაღაც ერთობლივ განაცხადი, ადრეც ხო გავაკეთეთ. ოღონდ დიდებზე. გვინდოდა ჩვენ იმის დროს მიშას უნდა და კავენში კი ის რო იყო კავენის ფანი ფედერაციის თავმჯდომარე იყო ფეხბურთის სიჭინავა გახსოვს სიჭინავა ხო აი მაგ დროს უნდა და საქართველოს და აზერბაიჯანს მაგრამ ისინი იმათ თქვენს არ გვინდაო ჩვენ მარტო გვინდა კაი მოგდეთ მაგრამ მაინც ხალხ სერიოზულად რა უთხრათ ხა სომხეთში რა გაითვალისწინეთ აი შაბათ კვირას თუ არა არიცით სად წახვიდეთ სადმე გინდა წახვიდეთ და არიცით სად ყავთ მანქანა მანქანით ურჩევ რამე კამერები რამე ხაფანგები რამ ჯარი მაშინ გითხეს ეგეთი რაღაც კამერები არისო მარაო უცხოურ ნომრებზე ვერ აფიქსირებს და ეხა უკვე აღარ არის კორუფცია და თუ არ დაარღვევ კამერა თუ არ დაარღვევის ჩასაფრებულ ასე ვთქვათ ცუდი გაგებით მას გულისხმობთ რა თუ დაარღვევ არა ეხა აღარ იქ ანუ მანქანით ურჩევ კი ანუ 2 დღეში შეგიძლია ჩააღწიო ირანის საზღვრამდე და წამოხვიდე უკან ნახავ თელ სომხეთს თან იქ რო დაიკარგო შანსი არა ერთხელ დავიკარგე
მანქანი და გავაჩერე და ერევნისკენ სწორად მივდივარ მეთქი და კიო მითხრეს და უკან რო წავიდე სად წავალ მეთქი იქითაც ერევა ხო თავარი ადამიანი ნახო მართლა ხალხო ისა რთულად ბიჭო იმან გაბუნდა მაბარა მართლა ერთ წარსulis დროს სომხური ლუდი ყველა ქვეყნის ლუდი მაქვს გასინჯული და მაინტერესებს სომხური ლუდი და წამომიღეო რა მართლა ისე დაემთხვა რა უბრალოდ ვერ მოვასწარი რა სულ სტუმრებთან რაღაცა და იქაც კიდე სამარშრუტო ძლივს მიუსწარი ბოლო წამოვედი და მოკლედ წამოვედი და ეხა ფიქრობ გაბუს რა მივწერო ან რა სიტყვები მასნა რომ ბოდიში ვერ მივიცალე და ნუ არ გამიბრაზდეს და საბურავი გავუსკდა მარშრუტას პირდაპირ ლუდის მაღაზიის წინ. ხო. და სანამ ის აკეთებდა გამოჩნდა დრო, ანუ იღბალი ქონია შევედი და უყიდე ზუსტად ის ლუდი, რომელიც მას უნდა რაღაცა მწვანე ქილებში იყო, ბრენდი არ მახსოვს. მე თუ დაგჭირდა. ხო. თბილისში იყიდемо. არის თბილისში სომხური მაღაზიები, სურსათის, არმენია ქვია. ვაჟაზეც არის. არის ხო? დასაწყისში. ახლა ჩვენი სპონსორი რო იყოს, ხო ვიტყოდით. ხო და ისაც სომხური ყველი ის ლორი არის ლორეს ჩვენ ლორეს ხარეს ვეძახი ისტორიული ლორი იმათთვის არის ისტორიული ლორი ყველი სხვანაირი ყველი გემრიელი სხვათაშორის ცეხვეულის მაღაზია ჩემთან იყო ხო ვაჟაზე ახლოს ცეხვამ რადგანაც აღარ ეტყობა ხო ლუდიც იქნება კოტაიკი ერქვა ერქვა კოტაიკი 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 არ გახსოვს ქუთაისში რო გავარდა პირველ ლიგაში ან სომხეთს არარატი ხო ყავდათ თავარი გუნდი ხო მეორე ლიგაში ანუ რანგით მეორეში მაშ პირველი უმაღლესი პირველი ლიგაში ყავდათ აბოვიანის კოტაიკი ბავშვობიდან მახსოვს სიტყვა კოტაიკი რაზნის აზარი ქუთაის გავს რაღაც კი კარგი ხო და ხალხს ურჩიოთ რომ ესე თუ გააქვთ ორი დღე არ ხართ სომხეთში ნამყოფი ცხოვრებაში ერთხელ ნამდვილად ღირს სომხეთში წასვლა მეგობარი ჩაისვით ან ოჯახი თავგადასავლად გზები უკვე კარგია როგორც თავად გზები მაშინაც კაი იყო აი ეს მან ხო ორი ვარიანტია და შემოვლით ორი გზა ერთი არის აქეთ სევანით უღელტეხილით რომ მიდიხარ ცოტა ისეთ რთული იყო მაგრამ ეხლა გაუკეთებიათ კარგად ჩვენ სულ გზებზე ვიართ სევანი და აპარანი შეიძლება ერთი გზით წახვი და მეორე წამოხვიდე მოკლედ ურჩა ესეთი ბიუჯეტური ტური ხო ცხოვრებაში არ ქონია ესეთი სწრაფი და ესეთი მე რაღაც პერიოდი ტურმა რაღაცა უნდა მოგცეს ის რა ქვია მორალური საზრდო ცოტა მაინც ამას სომხეთი ნამდვილად გაძლევს კი კარგი იყო საანონსე ფრაზა იყო მადლობა ეს იყო გიორგი ჯანელიძის თვალით დანახული სომხეთი ეს იყო მოგზაურის ნაამბობი ჩვენ სულ რაღაც ერთი კვირით გემშვიდობებით მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოგვიწეროთ სადაც გვიპოვით მინიშნებებიც აქვია დიდი მადლობა და დროებით მეგობრებო